Დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაზიაროთ მაღალმა ღმერთმა. კვლავ ასე დღესაც მომინდა სული თქვენთან ერთად წამეკითხოს სახარება და მესაუბრა სახარების ირგვლივ. აი დღევანდელი წაკითხული სახარება მინდა დაგიკითხოთ. და იყვნენ მოწაფენი იოანესი და ფარისეველთანი მარხვასა შინა და მოვიდეს მისსა და რქვეს მას. რა ისათვის მოწაფენი იოანესი და ფარისეველთანი იმარხვენ, ხოლო მოწაფენი შენი არა იმარხვე. ხო ამათ იესო ხელეწიფების ძეთა სიძისათა ვიდრე სიძი იგი არს მათ თანა არს და მარხვათ. არამედ მოვლენან დღენი ოდეს ამაღლდნენ სიძე იგი მათგან და მაშინ იმარხვდნენ მას დღესა შინა. მერთმა დალოცვილი გამყოფოთ, ანუ აქ ადამიანურ ენაზე რო ვთქვათ, არის მიდიან იესოსთან და ეკითხებიან, რომ აი ფარისევლები და იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები მარხულობენ და შენები რატომ არ მარხულობენო და იესო პასუხობს მაცხოვარი ჩვენი, რომ სანამ სიძე არის მეკორწილეებთან, მანამდე მათი მარხვა სწორი არ არისო. ხოლო როდესაც სიძე ამაღლდება, მერე იმარხულებენო. რას ნიშნავს მეგობრებო ეს სიტყვები? არის თუ არის მარხვის უარყოფა? არავითარ შემთხვევაში მეგობრებო, აი მაგალითად სექტანტები უარყოფენ მარხვას, რომ აი ამ სიტყვებით თითქოს მარხვა უარყო მან. მარხვა კი არ უარყო, დააზუსტა რომ ჩემი მიმდევრები, ანუ ქრისტიანები, იმარხულებენ იმის მიხედვით, მე რო ამაღლდებიო. თუ მიაქცევთ ყურადღებას, არსებობს 4 დიდი მარხვა, აღდგომის მარხვა, ჯერ აღდგომა არ იყო და აღდგომის მარხვა როგორ იქნებოდა? არსებობს შობის მარხვა, იესო ჯერ კიდევ მათ ერთად მოღვაწეობდა, მოციქულებთან ერთად იყო და შობის მარხვას ბუნებრივი არ იქნებოდა, არ დააწესებდა თავისი შობის მარხვას. აი პეტრე პავლოვის მარხვა და მარიამობის მარხვა. მარიამობის მიძინების მარხვა როგორ იქნებოდა პეტრე პავლოვის, ხო? ვერ იქნებოდა თავისთავად. და იმ ძველი მარხვის უკვე ცვლილება მოხდებოდა, აი ამას ამბობს იესო ქრისტე, როდესაც მიუთითებს, რომ სანამ სიძე არის მეკორწილეებთან, მეკორწილეები არ მარხულობენ. სიძე ეს არის ძეკაცის, ანუ თვითონ იესო ქრისტე. როდესაც ამაღლდება სიძე, მაშინ იმარხულებენ მეკორწილეებიო. მაგრამ მეგობრებო, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ერთი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ სხვა ადგილზე კიდე მაცხოვარი განმარტავს ამას, რომ მარხვა რა არის? მარხვა, რა თქმა უნდა, ეს არის ჩამავალი, რაც შევჭამთ და რას არ შევჭამთ. აქ არის თავშეკავება, ადამიანს უძლიერდება თავშეკავების უნარი, როდესაც მარხვას იცავს. და სხვათა შორის ერთი ფრაზა შემხვდა და ძალიან მომეწონა, რომ ადამიანი არის ის, რასაც ჭამს და ძალიან მომეწონა. სინამდვილეში ადამიანი, ანუ ჭამაში გულისხმება არა მარტო ის, რასაც მართლა პირდაპირ მნიშვნელობით ჭამს ადამიანი მიერთებს საჭმელს, არამედ მაგალითად რას უყურებს, რა ესმის, გრძნობითი ორგანოები რას ეხება, აი რასაც ჭამს, ანუ ჩვენ თვალებითაც ვჭამთ, ვიკვებებით, რას უყურებთ, რას ვისმენთ, რას ვკითხულობთ, ანუ რას შევიმეცნებთ, ეს არის რას ვჭამთ, ანუ რას მივიღებულობთ, ჩვენი სული რას ღებულობს. ის არის ადამიანი, რასაც ჭამსო და ძალიან მომეწონა და ვეთანხმები ამ ფრაზას. ამიტომ ჩვენ უნდა გავეითვალისწინოთ ეს, რომ ვჭამოთ ისე, როგორც ეს დადგენილია უფლის მიერ ეკლესიაში და დავემორჩილოთ ამ წესებს, მაგრამ ამას ერთად მეგობრებო, მაცხოვარი ხშირად ამბობს, რამდენჯერმე ამბობს, რომ ადამიანის ჩამავალი კი არ წარწმიდავს, ამომავალი წარწმიდავს, რადგან ჩამავალიო პირში ჩადისო და მერე გარეთ გადის, ხოლო ამომავალი კი გულიდან ამოდისო. თუ კი ჩვენ მართლა გვინდა სრული მარხვა, ჩემო ძვირფასებო, ჩვენ უნდა ვიმარხულოთ უპირველეს ყოვლისა ამომავალზე. ამომავალი რა არის? პირდა რა მოდის? სიტყვები. ამ სიტყვებით უნდა ვიმარხულოთ, უნდა შევზღუდოთ სიტყვები, ფრაზები, იმის დამიხედვით, რისი თქმა შეიძლება, რისი თქმა არ შეიძლება, რომელი სიტყვით ვინმეს გულს ვტკეთ თუ არა. აი აქ უნდა მოვერიდოთ, ეს არის მთავარი მარხვა. გაგაზიაროთ, ჩემო ძვირფასებო,
ჭეშმარიტ მარხვალში უპირველეს ყოვლისა გაგაზიაროთ ღმერთმა სულიერ მარხვალში პირიდან ამომავალი იქნება თუ რა ქმედებებზე ვიტყვით უარს, ანუ ქმედებებით მარხვალშიც ასევე და რა თქმა უნდა გაგაზიაროთ უფარმა ხორციელ მარხვალშიდაც ბუნებრივია, იმიტომ რომ ხორციელი მარხვა ეს არის ადამიანის სულის მოთმინების ხარისხის გაძლიერება. დააglოცოთ მაღალმა ღმერთმა, გაგახაროთ და გაგაზიაროთ უფალმა. მადლობა ვერც ყველაფრისთვის და მადლობა თქვენ მოსმენისთვის.